ბევრ შემთხვევაში ერთ-ერთი პირველი ნიშანი იმისა, რომ ვინმე დაკარგულია, არის ის, რომ ისინი წყვეტენ ტექსტურ შეტყობინებებზე პასუხის გაცემას. მაგრამ ბოლო ტექსტური შეტყობინება, რომელიც მათ გაგზავნეს, შეიძლება მნიშვნელოვანი მინიშნებები იყოს მათი გაუჩინარების შესახებ, ან უბრალოდ კიდევ უფრო გაამძაფროს საიდუმლოება. ნომერი 10. შივა ჩაჰანი 2014 წლის 1 მაისის ღამის შემდეგ აღარავის უნახავს და არც მისგან არაფერი სმენიათ. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებისას რამდენიმე კვალი აღმოაჩინეს, მისი კვალიც კი ვერ იპოვეს და ეჯობენ, რომ მისი გაუჩინარება დანაშაულთან არის დაკავშირებული. შივა 27 წლის ინდოეთის მოქალაქე იყო, რომელიც ავსტრალიაში ცხოვრობდა მისი გაუჩინარების დროს. ის 4 წლის წინ გადავიდა ამ ქვეყანაში სასწავლებლად და ინდოეთის პენჯაბის რეგიონში თავისი ოჯახი დატოვა. ის მუდმივად უკავშირდებოდა მათ, რეგულარულად ესაუბრებოდა ტელეფონით და მისთვის სრულიად უჩვეულო იყო დიდი ხნის განმავლობაში თავის დაძმებთან ან მშობლებთან არ ელაპარაკა. შივა ასევე დანიშნული იყო ავსტრალიელ ავღანელ ქალზე. მათი ურთიერთობა ძლიერი ჩანდა და არ არსებობდა აშკარა მიზეზი, რომ შივა გამქრალიყო. ბოლო დროს, როცა ვინმემ შივა ნახა ან მისგან რამე გაიგო, იყო 1 მაისის ღამეს. ის მეგობრის პურის კომპანიაში მიდანის სერვისს ასრულებდა, რის გამოც მთელი ღამის განმავლობაში მელბურნის ტერიტორიაზე ფურგონით გადაადგილდებოდა. დაახლოებით ღამის 11:30-ზე მან თავის უფროსს ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა. შეტყობინების შინაარსი არასდროს გამხდარა საჯარო, თუმცა როგორც ჩანს, ის არავის შეშფოთებას არ გამოუწევია. დაახლოებით 1 საათის შემდეგ შივა შენიშნეს საცხობში, რომელიც მდებარეობს South Park Road-ზე, Dandenong South-ში. ეს იყო მისი ბოლო დადასტურებული ნახვა. მეორე დილით მისმა უფროსმა შეამჩნია, რომ შივას მარშრუტზე უმეტესობა მიწოდებების არ ჰქონდა შესრულებული. მეგობრებმაც აღმოაჩინეს, რომ შივა არ მისულა შეხვედრაზე, რომელსაც იმავე დღის მეორე ნახევარში უნდა დასწრებოდა. ეს მისთვის უჩვეულო იყო და შივა პოლიციაში დაკარგულად განაცხადეს. დიდი დრო არ გასულა, რომ ფურგონი იპოვეს, იმავე დღის მეორე ნახევარში ჰატონის გზაზე, კისბოროში გაჩერებული. ეს მხოლოდ 15 წუთის სავალზე იყო იმ ადგილიდან, სადაც შივა ბოლოს ნახეს. მისი საფულე და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები მანქანაში იყო დატოვებული. მიკროავტობუსი იქ მინიმუმ დილის 5:30 საათიდან იდგა, თუმცა ერთმა პოტენციურმა მოწმეამ განაცხადა, რომ მიკროავტობუსი დილის 3:30 საათზე შენიშნა. მომხდარის ადგილზე გამომძიებლებმა ბრძოლის კვალი ვერ აღმოაჩინეს. ეს მიუთითებდა, რომ შივა ადგილს საკუთარი ნებით დატოვა. თუ საქმეში დანაშაულებრივი ქმედება იყო ჩართული, შივა სავარაუდოდ ვიღაცამ წაიყვანა, ვინც მას იცნობდა. გამოძიების დაწყებიდან წლების შემდეგ პოლიციამ მიიღო ინფორმაცია, რომ შივა ფილიპის კუნძულზე წაიყვანეს. გადაცემისთვის სავარაუდოდ გამოყენებული იყო მოპარული Toyota Camry. ფილიპის კუნძულზე ჩადარდა ფართომასშტაბიანი ძებნა, მაგრამ შივას კვალი ან რაიმე მტკიცებულება, რაც მომხდარს ახსნიდა, არ აღმოჩნდა. ავტომობილიც კი არასოდეს უპოვიათ. პირველი ცნობებით შივას რამდენიმე მეგობარი გამოძიებისთვის საინტერესო პირებად მიიჩნიეს, თუმცა მიზეზი არასოდეს დაუსახელებიათ. 10 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ საქმეში ცოტა ახალი ინფორმაციაა და მისი ოჯახი კვლავ იმედოვნებს, რომ პასუხებს იპოვიან და შივას სახლში დააბრუნებენ. შივა აღწერილია როგორც დაახლოებით 177 სანტიმეტრის სიმაღლის, მუქი კანისფერის, გამხდარი აღნაგობის და სწორი მუქი თმით. მიღებული ინფორმაციის მიხედვით, მანქანა იყო 2006 წლის მუქწითელი Toyota Camry, სანომრე ნიშნით ULO 972. ნომერი 9. 2008 წლის მაისში ელენა ზაგაროვა გაუჩინარდა იდუმალ გარემოებებში. მეტი ვიდრე 18 წლის შემდეგაც კი მისი ოჯახი და მეგობრები ჯერ კიდევ ვერ მიუახლოვდნენ იმას, რომ გაარკვიონ რა დაემართა მას. ელენა იყო ლატვიაში დაბადებული ქალი, რომელიც გაუჩინარების დროს ინგლისში 17 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ის ლონდონის Tottenham's რაიონში ცხოვრობდა და ახლოს ბევრი ახლო მეგობარი ჰყავდა. მას ასევე ჰყავდა მეგობარი ბიჭი და მათი ურთიერთობაში არაფერს უცნაურს არ ამჩნევდნენ. ელენა გარკვეულ სირთულეებს აწყლებოდა. მას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო სამსახური არ ჰქონდა, მაგრამ გამოჯანმრთელების გზაზე იყო. მეგობრის თქმით, მან მაისის დასაწყისში სამსახურს დაუბრუნდა, მაგრამ ეს მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებდა. 21 მაისს გაუჩინარებამდე ერთი დღით ადრე, მან თავის პარტნიორთან ერთად ექიმთან ვიზიტი მოინახულა. ღია წერილში, რომელიც მეგობარმა ონლაინ გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ ვიზიტმა დამაკმაყოფილებელი შედეგი არ დამოიღო. მეორე დღეს ელენას რამდენიმე საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი. იმ დილით ელენა სახლიდან გავიდა, რათა ლონდონის ცენტრში ჩასულიყო და პასპორტი აეღო. მან ასევე მისწერა მესეჯი თავის პარტნიორს. ყველაფერი კარგადაა ძვირფასო. ყურადღება მიაქცია ახალ რაღაცებს, სიყვარულით. ეს იყო ბოლო მესეჯი, რომელიც მან მას გაუგზავნა, მაგრამ არა ბოლო კონტაქტი, რაც საყვარელ ადამიანებთან ჰქონდა. როცა ელენა ოფისში მივიდა პასპორტის ასაღებად, უთხრეს, რომ ის ჯერ მზად არ იყო. მას დაახლოებით 3 საათში დაბრუნება მოუწევდა. ის ოფისიდან გამოვიდა და დრო ჰაიდ პარკში სეირნობასა და ახლოს მცხოვრებ მეგობართან ტელეფონზე საუბარში გაატარა. მეგობარმა ვახშამზე დაპატიჟა. ელენამ უთხრა, რომ გეგმებზე დაფიქრდებოდა, მაგრამ დაპირება არ მიუწია. მეორე დილით ელენას შეყვარებულმა მისი მეგობრები გააკონტაქტა.
მას არ უპასუხია მის არც ერთ ზარს სათუ შეტყობინებაზე 22 მაისის დილიდან და მას სურდა დარწმუნებულიყო, რომ ელენა კარგად იყო. მეგობრებმა თქვეს, რომ იმ ღამით ელენა სახლში არ დაბრუნებულა და არავინ იცოდა სად იყო იგი. სოდა ხანში მათ თქვეს, რომ პოლიცია ელენას ბინაში იყო. იმავე დღეს ელენა დაკარგულად გამოაცხადეს. პოლიციამ შეძლო მისი გადაადგილების კვალის პოვნა რამდენიმე საათის განმავლობაში ჰაიდ პარკში სატელეფონო ზარის შემდეგ. მან მეტროთი იმგზავრა ჰაიგეიტის სადგურამდე და დაახლოებით 1:30 საათზე გავიდა იქიდან. მისი ტელეფონის მონაცემებით ჩანს, რომ ბოლოს მოწყობილობას დაახლოებით 4:30 საათზე გადაამოწმა. იმ დროს ის თავის ეკიმის კლინიკასთან და იმ ნაკვეთთან ახლოს იყო, რომელსაც თავის თანაბინადრეებთან ერთად იყენებდა. იქიდან კვალი გაქრა. ელენა აღარ დაბრუნებულა ცენტრალურ ლონდონში, რომ აეღო თავისი პასპორტი და აღარასოდეს დაკავშირებია თავის მეგობრებს. პოლიციამ დაიწყო გამოძიება მისი გაუჩინარების შესახებ, მაგრამ სხვა კვალი ვერ აღმოაჩინეს. რამდენიმე კვირის შემდეგ იყო ცნობა შესაძლო შემჩნევის შესახებ, მაგრამ დადგინდა, რომ ეს დაკარგული ქალი არ იყო. 18 წლის შემდეგ მისი საქმე კვლავ ღიაა. მისი გაუჩინარების დროს ის იყო 38 წლის და აღწერენ როგორც 5 ფუტი 5 სიმაღლის მხრებამდე ღია ფერის თმითმით. თუ იმის აქვს ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით შეუძლია დაუკავშირდეს დაკარგულთა საქველმოქმედო ორგანიზაციას ნომერზე 116,000. ნომერი 8. არც ერთი დღე არ გადიოდა ისე, რომ ეშლი უილიამსი არ დაკავშირებოდა თავის მამას. როცა ეს პირველად მოხდა 2025 წლის აგვისტოში, მისმა მშობლებმა მაშინვე იცოდნენ, რომ რაღაც რიგზე არ იყო. სამწუხაროდ, პოლიციის მიერ ჩატარებულმა შემოწმებამ მხოლოდ მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი. ეშლი იმ დროს 28 წლის იყო და ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა, როცა გაუჩინარდა. ის დაიბადა და გაიზარდა ოჰაიოში თავის ოჯახთან ერთად. 2022 წელს მისი მამის ახალი სამსახურის გამო ოჯახი ჯორჯიაში გადავიდა. ეშლი მათთან ერთად არ წავიდა, არამედ ლოს-ანჯელესში გადავიდა. მიუხედავად მანძილისა, ეშლი ცდილობდა ოჯახთან კავშირი შეენარჩუნებინა. ის ყოველდღე საუბრებოდა მამას, რამდენადაც იცოდნენ, რომ ეშლი მათ თავის ახალ ცხოვრებაზე ინფორმაციას აწვდიდა. ეშლი საცალო ვაჭრობაში მუშაობდა და პარალელურად თმასნავდა, მაგრამ მას მასწავლებლად გახდომის ოცნება ჰქონდა. თავისუფალ დროს ეშლი მანდარინს სწავლობდა და სურდა ინგლისური როგორც მეორე ენა ესწავლებინა. აგვისტოს 29-ს ეშლი მამას მესიჯი გაუგზავნა და სთხოვა ფული გადმოეგზავნა. მან ფული გადმოუგზავნა, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო ეშლი მის არასდროს მიიღო. მეორე დღეს მისგან არანაირი ხმა არ იყო. ის ისევ არ იღებდა ფულს და ახლა მისი მშობლები ვეღარ ახერხებდნენ მასთან დაკავშირებას. მათ ლოს-ანჯელესის პოლიციას მიმართეს, რომ ეთხოვათ მისი მდგომარეობის შემოწმება. ბოლო რაც იცოდნენ, ეშლი კროუფორდის ქუჩის 3800-იან კვარტალში მდებარე სახლში ერთ ოთახში ცხოვრობდა. მაგრამ სახლში მყოფებმა პოლიციას უთხრეს, რომ ის იქ ივლისის შემდეგ აღარ ყოფილა. ამის გაგების შემდეგ ეშლის მშობლებმა მიხვდნენ, რომ რაღაც ძალიან ცუდად იყო და ქვეყნის მეორე მხარეს გაფრინდნენ, რათა თავიანთი ქალიშვილი მოეძებნათ. მათ კერძო დეტექტივი დაიქირავეს, რათა საიდუმლოს ძირამდე მისულიყვნენ. შესაძლებელი გახდა დადასტურება, რომ ეშლი კროუფორდის ქუჩის სახლში რამდენიმე თვე არ ყოფილა. თუ მათ შეძლეს გაეგოთ ამის მიზეზი, ეს ინფორმაცია საჯაროდ არ გავრცელებულა. რაც მათ აღმოაჩინეს იყო ზარების ჟურნალი ეშლის ტელეფონზე, სადაც ჩანდა, რომ მას დაუკავშირდა Midnight Missions, უსაფკაროთა თავშესაფარს ლოს-ანჯელესის ცენტრში. მშობლები და კერძო დეტექტივი თავშესაფარში წავიდნენ იმ იმედით, რომ ეშლის იპოვიდნენ. მისი კვალი იქ არ იყო, თუმცა უცნობია, ეშლი საერთოდ არ მისულა თავშესაფარში, თუ უბრალოდ მშობლების მისვლამდე წავიდა. მისი ოჯახის თქმით, ისინი ყოველთვის ზრუნავდნენ იმაზე, რომ შვილებს სოდნოდათ. თუ რამე პრობლემა ექნებოდათ, ფინანსურად დაეხმარებოდნენ. მის მამას ფული უპრობლემოდ ჰქონდა გაგზავნილი მისთვის და კიდევ მეტსაც გააკეთებდა, რომ სოდნოდა, რა სერიოზულ მდგომარეობაში იყო ეშლი. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია პირველად გაავრცელეს, ამ საქმეში ძალიან ცოტა განახლება იყო და ეშლი კვლავ დაკარგულად ითვლება. ის აღწერილია როგორც შავკანიანი ქალი, შავით თმითა და ყავისფერი თვალებით, სიმაღლე 5 ფუტი და 6 ინჩი, წონა დაახლოებით 150 ფუნტი. ასევე ცნობილია როგორც პამელა იასმინა მარტინეს ჰეილი. ვინც ამ საქმესთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას ფლობს, შეუძლია დაუკავშირდეს ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის დაკარგულთა განყოფილებას ნომერზე 213 996 1800, ნომერი 7. 2024 წლის 9 აგვისტოს ქრის ლეგუიზამოს ოჯახმა მიიღო ტექსტური შეტყობინება, სადაც ეწერა, რომ ის უსაფრთხოდ ჩავიდა მექსიკაში. ეს იყო ბოლო კონტაქტი, რაც ოდესმე ჰქონდათ მასთან და მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. ქრისი იყო 51 წლის დედა დეს მოინიდან, აიოვადან, რომელიც მექსიკაში ჩავიდა ცოტა ხნით ადრე, სანამ გაუჩინარდებოდა. მისი ოჯახის თქმით, ისინი წარსულში ბევრჯერ დადიოდნენ მექსიკაში და ბრუნდებოდნენ უკან. აშეში უწყებებმა გასცეს მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება იმ მექსიკის რეგიონისთვის, რომელსაც კრისი სტუმრობდა, მაგრამ მისი ოჯახი ფიქრობს, რომ ის ამის შესახებ არ იცოდა. მათგან არც ერთი არ ელოდა, რომ ეს ბოლო მოგზაურობა სამხრეთში რამით განსხვავებული იქნებოდა დანარჩენებისგან. ამჯერად მოგზაურობა ოჯახის სერვის დასახმარებლად იყო. მან დათანხმდა, დახმარებოდა თავის ყოფილ სიძეს ავეჯის გადატანაში, როგორც დახმარება.
მან დატვირთა ვანი მისი ნივთებით დე-მოინში და გაემგზავრა საზღვარზე გადასასვლელად, რომ საქმე დაესრულებინა. ეს უნდა ყოფილიყო სწრაფი მოგზაურობა და ქრის გეგმაში ჰქონდა 10 აგვისტოს აშშ-ში დაბრუნება. მის ოჯახს დიდხანს არ დასჭირვებია იმის გასაცნობიერებლად, რომ ის დაკარგული იყო. მისმა ვაჟმა აშშ-ის ხელისუფლებას დედის დაკარგვის შესახებ იმ დღეს აცნობა, როცა ის უნდა დაბრუნებულიყო აშშ-ში. ბოლო ზუსტი დროის მონიშნა იყო დილის 11:00 საათზე. წინადღეს, როდესაც ის გადადიოდა იდალგოს საერთაშორისო ხიდზე. და საწავიდა ამის შემდეგ და ზუსტი დრო, როცა ბოლოს ნახეს, უცნობია. მექსიკურ მედია საიტებზე გამოქვეყნებული ადრეული ცნობები ამბობენ, რომ მას დაკარგულად მიიჩნევდნენ და ძებნა დაიწყო, მაგრამ ქრისის კვალი ვერ აღმოაჩინეს. მაგრამ მათ ავიარეს, რომ დანაშაულის შესაძლებლობა ამ საქმეში არსებობდა. გატაცება და ბანდიტური ძალადობაც არ არის უცხო იმ რეგიონში, სადაც ქრისი იმყოფებოდა. მხოლოდ ერთი წლით ადრე 4 სხვა ამერიკელი ტურისტი ბანდამ გაიტაცა. იმ შემთხვევაში დაკარგული მამაკაცები მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ იპოვეს, მაგრამ ორმა მათგანმა უკვე სიცოცხლე დაკარგა. ქრისის ვაჟმა მისი გაუჩინარების ამბავი სოციალურ ქსელში გაავრცელა და მისი გაუჩინარებიდან ერთ კვირაზე ნაკლებ დროში როგორც ჩანს, ოჯახს უკვე ჰქონდა დადასტურება, რომ ეს გატაცება იყო. მათ მიიღეს შემზარავი ტექსტური შეტყობინებები, სადაც ქრისის უსაფრთხო დაბრუნების სანაცვლოდ ფულს ითხოვდნენ. შეტყობინებებში იყო ქალის ფოტოებიც, მაგრამ შეუძლებელი იყო დადგენა, ნამდვილად ქრისი იყო თუ არა ეს ქალი და შეტყობინებების სისწორეც ვერ დადასტურდა. შეტყობინებებმა საიდუმლოს ამოხსნაში ვერ დაეხმარა და 2 წლის შემდეგაც ქრისი კვლავ დაკარგულად ითვლება. მისი ოჯახის ხმით ქრისის ყოფილი მაზლი არ თანამშრომლობს სამართალდამცავებთან. მისმა ოჯახმა დაიქირავა კერძო დეტექტივი, რათა დაეხმაროს საიდუმლოს ამოხსნაში. სამწუხაროდ, ინფორმაციის თხოვნის შემდეგ ქრისის გაუჩინარებიდან დაახლოებით 6 თვის შემდეგ საქმეში თითქმის არანაირი განხლება არ ყოფილა. ქრისი აღწერილია როგორც 5 ფუტი და 3 ინჩი სიმაღლესა და 125 ფუნტის წონის. მას აქვს სწორი ყავისფერი თმა და ყავისფერი თვალები. აიოვას დაკარგული პირების ინფორმაციის ცენტრმა მოუწოდა ყველას, ვინც ქრისი ნახა, არ მიიღოს დამოუკიდებელი ზომები, არამედ შეაგროვოს ინფორმაცია, როგორიცაა სანომრე ნიშნები და ზუსტი მდებარეობა, სადაც ის შენიშნეს, და ეს ინფორმაცია გადასცეს სამართალდამცავებს. მექსიკაში, ვინც რაიმე ინფორმაციას ფლობს, შეუძლია სამართალდამცავებს დაუკავშირდეს საგანგებო ნომერზე. აიოვას დაკარგული პირების ინფორმაციის ცენტრთან დაკავშირება შესაძლებელია ნომერზე 515 725 6036. ნომერი 6. ერთ-ერთ ბოლო ტექსტურ შეტყობინებაში, რომელიც ტონი შენქსმა ოდესმე გაგზავნა, მან მეგობარს თხოვა დაემახსოვრებინა მისი მეგობარი ბიჭის სახელი, იმ შემთხვევისთვის თუ რამე მოუვიდოდა. მალე ამის შემდეგ ტონი და მისი მეგობარი ბიჭი გაუჩინარდნენ, დატოვეს მათი პატარა ქალიშვილი და ბევრად მეტი კითხვა, ვიდრე პასუხი. ტონი 32 წლის ავსტრალიელი ქალი იყო, რომელიც მექსიკაში ცხოვრობდა მისი გაუჩინარების დროს. მან ცხოვრების დიდი ნაწილი მოგზაურობაში გაატარა, სანამ მექსიკაში დასახლებოდა მას შემდეგ, რაც ქალიშვილი შეეძინა. მისი გაუჩინარების დროისთვის ტონი ცდილობდა ავსტრალიაში დაბრუნებას. მან ივნისში ქალიშვილთან ერთად სახლში დასაბრუნებელი ბილეთები დაჯავშნა, რაც რამდენიმე თვით ადრე იყო დაგეგმილი. იყო გარკვეული შეფერხებები, განსაკუთრებით COVID-19 მოგზაურობის შეზღუდვების გამო, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეფერხება ტოუნის მეგობარმა ბიჭმა ხორხე ლუის აგირე ასტუდილიომ გამოიწვია. სკვილს თური ურთიერთობა ჰქონდა და ზოგიერთი წყაროს მიხედვით, მათი გაუჩინარების დროს ისინი ერთად აღარ იყვნენ. მაგრამ ასტუდილიო საბოლოოდ დათანხმდა, ხელი მოეწერა იმისთვის, რომ მის ქალიშვილს ავსტრალიის მოქალაქეობა მიეღო და ტოუნის მის გარეშე გაეყვანა ის ქვეყნიდან. მიუხედავად მათი ურთიერთობის დაძაბულობისა, მათ გადაწყვიტეს ერთად წასულიყვნენ ბოლო საოჯახო დასვენებაზე. მაისის დასაწყისში ისინი კანკუნში გაემგზავრნენ. ტონიმ ფოტოები გაუგზავნა ოჯახსა და მეგობრებს ავსტრალიაში, ასევე ერთ მეგობარს შემაწწუნებელი მესიჯი მიწერა. მესიჯი ეწერა: ვიცი, უცნაურად ჟღერს, მაგრამ დაიმახსოვრე მისი სახელი, ხორხე ლუის აგირე ასტუდილო. თუ რამე დამემართება, მას მიაკითხონ. არ მგონია რამე მოხდეს, მაგრამ უბრალოდ მინდა ეს სიფრთხილისთვის გქონდეს. 2 მაისს ტონი ასტუდილო და მათი შვილი კანკუნის სასტუმროდან გამოსვლისას შენიშნეს და მერიდაში დაბრუნება დაიწყეს. გზაში ისინი გადაკვეთეს პოლიციის საკონტროლო პუნქტი, გადახტადი გზის გასწვრივ. 8 საათის შემდეგ ისევ კანკუნში წყვილის ქალიშვილი ეკლესიის გარეთ მარტო იპოვეს. გოგონას ფოტოები სოციალურ ქსელებში გავრცელდა, როცა ხელისუფლება ცდილობდა მისი იდენტიფიცირებას. ტონის ოჯახი გამოჩნდა და მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც არასწორად იყო. არცტანი და არცა სტუდიო მიმდებარე ტერიტორიაზე არსად იყვნენ ნაპოვნი. პოლიციამ დაადგინა, რომ ისინი რაღაც მომენტში აუცილებლად დაბრუნდნენ. ბავშვი პოლიციის საბუშაგოსთან მანქანაში შენიშნეს, ასე რომ უბრალოდ არ დაუტოვებიათ იგი, მაგრამ არც ერთი ზრდასრული არ გამოჩენილა არც ერთ სათვალთვალო კამერაზე, მას შემდეგ რაც 8 საათის წინ წავიდნენ. პოლიციამ საბოლოოდ იპოვა დამწვარი მანქანა პუერტო მორელოსის ქალაქში. სანომრე ნიშნები მოხსნილი იყო და სერიული ნომრები წაშლილი, მაგრამ ამ ნომრების კვალი ადასტურებდა, რომ ეს იყო ოჯახის მანქანა. ტანის ოჯახმა მაშინვე ეჭვი მიიტანა დანაშაულებრივ ჩარევაზე.
Astudilio ცნობილი იყო როგორც საშიში ადამიანი, რომელსაც კავშირი ჰქონდა არალეგალურ ნივთიერებებთან და თაღლითურ სქემებთან. Წარსულში მას დაცვის დაქირავების საჭიროება უგრძნია. პოლიცია დაეთანხმა, რომ Astudilios ტანისთვის რაიმე დაეშავებინა ერთ-ერთი შესაძლებლობა იყო, მაგრამ ასევე შესაძლებელი იყო, რომ Astudilios მტრებიდან ერთ-ერთს ორივეზე მიეტანა იერიში. ორივე ოფიციალურად დაკარგულად იყო გამოცხადებული ხელისუფლების მიერ. საქმეზე ძალიან ცოტა მინიშნებაა ცნობილი და როგორც ტანი, ასევე Astudilio კვლავ დაკარგულად ითვლებიან. ტანი აღწერილია როგორც 1 მეტრი და 65 სანტიმეტრის სიმაღლის და 65 კილოგრამი წონის. მას ჰქონდა ცისფერი თვალები, წითელი თმა და ტატუ მარჯვენა ფეხზე. თუ ვინმეს აქვს რაიმე ინფორმაცია, უნდა დაუკავშირდეს ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს. ნომერი 5. 2026 წლის აპრილში შეინ გრაჰამი სამუშაო ადგილიდან წავიდა და უკვალოდ გაუჩინარდა. მისი გაუჩინარების შემდეგ თვეებში რამდენიმე ადამიანი ამტკიცებდა, რომ შეინ გრაჰამი ნახეს, მაგრამ არც ერთი შემთხვევა არ დადასტურდა. შეინ გრაჰამი გაუჩინარების დროს 26 წლის იყო და მარტო ცხოვრობდა ბინაში ლანკაშირში, ინგლისში. ის მუშაობდა გამწვანების მუშად ხელოვნური ბალახის კომპანიაში და მის ცხოვრებაში არაფერს განსაკუთრებულს არ ამჩნევდნენ. სავსულში მას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მისი ოჯახის თქმით, გაუჩინარების დროს კარგად იყო. ბოლოს ის 2016 წლის 29 აპრილს ნახეს. იმ დილით დაახლოებით 10:40 საათზე მან ბოლო მესიჯი გაუგზავნა თავის უფროსს. იმ შეტყობინების შინაარსი არასდროს გასაჯაროებულა, მაგრამ იმ დროს, როგორც ჩანს, ეჭვი არავის აუღია. შეინი უნდა გაეტარებინა დღელით მსენტენში, ერთ-ერთ ობიექტზე მუშაობაში. ეს ტერიტორია სანაპიროზე მდებარეობს და პოპულარულია ტურისტებში, რომლებიც სანაპიროს ან ახლომდებარე ბლეკპულს სტუმრობენ. შეინი მივიდა ობიექტზე, მაგრამ დღის განმავლობაში ერთ მომენტში ის იქიდან წავიდა. ბოლოს ის დაინახეს ედინგტონის გზაზე, შიდა პრომენადისკენ მიმავალი. ეს გზა მას ფერჰეივნის ტბასთან მიიყვანდა, ხოლო იქიდან კი სანაპიროსა და ოკეანესთან. რამდენიმე დღე გავიდა, სანამ გვინმეს შეინზე დაკარგული შეეტყო. როცა შეამჩნიეს გამომძიებლები მის სახლში მივიდნენ, მაგრამ არაფერი უჩვეულო არ დახვდათ. მის ბინაში საფულე ჯერ კიდევ იყო, ასევე 300 ფუნტი ნაღდი ფული, რომელიც შეინს ქირის გადასახდელად ჰქონდა განკუთვნილი. არ არის ნათელი დაბრუნდა თუ არა სახლში სამუშაოდან წასვლის შემდეგ, თუ უბრალოდ ყველაფერს გაეცალა. შემდეგ კვირებსა და თვეებში შეინის ოჯახმა არაერთხელ მიმართა საზოგადოებას ინფორმაციისთვის. რამდენიმე ნახვამ იმედი გააჩინა, რომ ის შეიძლება ცოცხალი იყოს და ახალ ცხოვრებას იწყებდეს. 2017 წელს ვიღაცა მიფიქრა, რომ შეინი ფლიტუდის ბარში ნახა, მაგრამ სანამ ეს ინფორმაცია ოჯახამდე მივიდოდა, ბარის სათვალთვალო კამერის ჩანაწერი უკვე გადაფარული იყო. იმავე წლის დეკემბერში შეინის ოჯახმა მიიღო ტექსტური შეტყობინებები ვიღაცისგან, ვინც ამტკიცებდა, რომ მან შეინი მანჩესტერში ქუჩაში მცხოვრები ნახა. პოლიცია ადგილზე ჩავიდა, რათა შეემოწმებინა ეს ინფორმაცია, მაგრამ დაკარგული კაცის კვალი ვერ იპოვეს. მათ შეძლეს ინფორმატორის პოვნა, მაგრამ გაირკვა, რომ მან მთელი ეს ამბავი გამოიგონა. ეს უბრალოდ ბოროტი ხუმრობა იყო. შეინი აღწერილია როგორც თეთრკანიანი, ღია ყავისფერი მოკლე თმითა და ცისფერი თვალებით. ბოლოს ის ნახეს სამუშაო ტანსაცმელში, შავი ჰუდითა და შავი სამუშაო შარვლით, რომელსაც მუხლებზე დამცავი ჩანახტები ჰქონდა. მას აქვს კავშირები სტაფორდშირში, კამორთთან. თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია, შეუძლია დაუკავშირდეს პოლიციას ნომერზე 101 ან Crime Stoppers ნომერზე 0800 105 55 111. ნომერი 4. 2026 წლის 22 მარტის დილის საათებში ბრენდავან სალაზარმა მეგობარს ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა და სთხოვა, რომ წაეყვანა. რამდენიმე წუთში მეგობარი შეხვედრის ადგილას მივიდა, მაგრამ ბრენდავანი არსად ჩანდა. მას შემდეგ მასზე არაფერი სმენიათ. ბრენდავანი გაუჩინარების დროს 21 წლის იყო და კალიფორნიის Crescent City-ში ცხოვრობდა. ის იუროკების პალიკლა თომის რეგისტრირებული მოქალაქეა და ძალიან აქტიურად იყო ჩართული თავისი თომის ტრადიციებში. მისი ბიძაშვილის პალიკლა ტომის თავმჯდომარის თქმით, მას ტრადიციული მკურნალობისადმი ინტერესი ჰქონდა და ცერემონიულ ცეკვებში მონაწილეობდა. ის ცხოვრობდა რუმეიტთან ერთად Crescent City-ში, მაგრამ როდესაც გაუჩინარდა, რამდენიმე დღე დედასთან ახლომდებარე კლამატში რჩებოდა. მარტის 21 საღამოს მან გადაწყვიტა ჯგუფთან ერთად წასულიყო country კლუბის ბლუბის ბარში და გრილში. ბარი მდებარეობს კლამათის მდინარესთან ახლოს, რომელსაც მარტივად მიუწვდები ახლომდებარე საკემპინგე ადგილიდან. Eurocast Times პოლიციის მიხედვით ბრენდავანმა ერთ-ერთი ოფიცრის ყურადღება მიიპყრო დაახლოებით 22 მარტის ღამის 2 საათზე. ის სვამდა და ნასვა მიიღო. ადგილზე მყოფმა ოფიცერმა განაცხადა, რომ ბრენდავანი აგრესიული ხდებოდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ ოფიცერი ან დააკავებდა მას საზოგადოებრივ ადგილას სიმთვრალისთვის, ან სახლში წაიყვანდა. სანამ რაიმე ქმედებას განახორციელებდნენ, ბრენდავანი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. ის ფეხით გაიქცა, აშესტეშის 101 მაგისტრალი გადაკვეთა და მდინარისკენ გაემართა. პოლიციელმა დაინახა, როგორ გადახდა ის ღობეზე და მისი სპორტული ზედაღობეზე გამოედო, ამიტომ იქ დატოვა, ხოლო მოგვიანებით ის ნივთმკიცება დამოიღეს.
ხამის 2 საათზე ბრენდავანმა გადაწყვიტა, რომ სახლში დაბრუნების დრო იყო და მეგობარს მისწერა, რომ დინარის ნაუმისადგომთან მისულიყო და წაიყვანა. მეგობარს მისვლა დიდხანს არ დასჭირებია, მაგრამ როცა მივიდა, იქ აღარავინ იყო. მეორე დილით, როცა ბრენდავანი ისევ არ დაბრუნდა სახლში, მისი გაუჩინარების შესახებ პოლიციას აცნობეს. კალიფორნიის გზატკეცილის პატრულმა დაიწყო Feather Alert Del Norte ოლქის შერიფის ოფისის სახელით. ზებნისას 2 ცნობილი ადვილი იყო. ტერიტორია, სადაც ბრენდავანი ნახეს ღობეზე გადახდომისას და ნაუმისადგომი, სადაც მისი მეგობარი გაუშვეს. ბრენდავანს ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა პრობლემაში გაეხვია ამ მარშრუტზე. ზებნის რადიუსი დიდი იყო, რაც კიდევ უფრო ართულებდა საქმეს, რადგან ტერიტორიის დიდი ნაწილი წყლით იყო დაფარული. მისი ოჯახის თქმით, მას წყლის ეშინოდა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ საკუთარი ნებით შესულიყო მასში. მდინარე ასევე სწრაფი და საშიში იყო, თუნდაც მათთვის, ვინც ნასვამი არ იყო. ზებნისას გამოიყენეს ნავები და წყალქვეშა დრონების სონარით, მაგრამ ვერაფერი აღმოაჩინეს. ოჯახმა მიმართა საზოგადოებას ინფორმაციისთვის, ხოლო ტომი $10,000 ჯილდოს თავაზობს ბრენდავანის უსაფრთხო დაბრუნების ან მისი ადგილსამყოფელის დადგენის ინფორმაციისთვის. მისი აღწერილობით, მისი სიმაღლეა 5 ფუტი და 7 ინჩი, ხოლო წონა 145 ფუნტი. მას აქვს მოკლე მუქი ყავისფერი თმა და ზედა წინაკბილებს შორის პატარა დაშორება. ბოლოს ის ნახეს თეთრ მაისურში, შავ სპორტულ შარვალში და თეთრ ნაიკის ფეხსაცმელში. მას აქვს სტატუები წინა მხარზე და მაჯასთან, მათ შორის ტრადიციული ტომობრივი მეგობრობის დიზაინი. თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია, შეუძლია დაუკავშირდეს იუროკის ტომის პოლიციას, ნომერზე 7 107 227 5702. ნომერი 3. ერთი წლის წინ გენა კორივენუკის დედა მიიღო უცნაური შეტყობინება თავისი ქალიშვილისგან. ეს იყო ბოლო შემთხვევა, როცა ვინმე მისგან რამე გაიგო და დაიწყო საიდუმლო, რომელიც ჯერ კიდევ გაუხსნელია. გენა 38 წლის იყო, როდესაც 2025 წლის ივლისში გაუჩინარდა. მისი ბოლო ცნობილი მისამართი იყო ჰალენდეილის ბიჩში, კალიფორნიაში, სადაც ასევე იყო რეგისტრირებული ბიზნესი გენას სახელზე, მაგრამ იმ დროისთვის, როცა ის გაუჩინარდა, გენა იქ აღარ ცხოვრობდა. მან დაიწყო მარტო მოგზაურობა ვანში, მთელი შეერთებული შტატების მასშტაბით. ხშირად შეიძლებოდა გენა გენახათ, როგორ მიათრევდა პატარა შავ ნაცრისფერ საკემპინგ მისაბმელს თავის ჯიპ გრანდ ჩეროკის უკან. ამ უფრო მომთაბარე ცხოვრების სტილში ყოფნისას, გენა სოციალურ ქსელებში მეგობრებსა და ოჯახთან კონტაქტს ინარჩუნებდა. ის ძალიან აქტიური იყო ისეთ საიტებზე, როგორიცაა Facebook და TikTok-ი, განსაკუთრებით თავისი ფსევდონიმით Angel Volnaya. ამ სახელით მან გამოაქვეყნა თავისი წიგნი ახალ საუკუნეობრივ სულიერებაზე, რეინკარნაციასა და სამყაროს დასასრულზე. აპოკალიფსისისა და სამყაროს დასასრულის თემა მის სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ცოტა ხნით ადრე, სანამ გაუჩინარდებოდა. ბოლო შეტყობინების დედისთვის გაგზავნამდე 1 დღით ადრე, მან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ბიბლიას კითხულობს. მის პოსტში ეწერა: "გაქცევის გზა არ არსებობს, სასჯელი მოდის, აღტაცება მოდის, ის უკვე დედამიწაზეა, მხოლოდ რამდენიმე წელი დარჩა. მე წინასწარმეტყველი ვარ." სხვა ვიდეოში ის ეკლესიაში იყო, სადაც როგორც ჩანს, საგანგებო მარაგები ჰქონდა, მათ შორის გაზის ნიღაბიც. შეტყობინებაში ეწერა, რომ მან ყველაფერი დატოვა და ანტიქრისტე მხოლოდ 3 წელიწადში დაბრუნდებოდა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებიც კი საკმარისად შემაშფოთებელი იქნებოდა, თუნდაც იმ საბოლოო შეტყობინების გარეშე, რომელიც მან მეორე დღეს დედას გაუგზავნა. 2025 წლის 5 ივლისს გენამ დედას შეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც წევილის ფოტო და GPS კოორდინატები იყო. წერილის ზუსტი შინაარსი არასოდეს გამოუქვეყნებიათ, მაგრამ დაკარგულ და ამოუცნო პირთა ეროვნული სისტემის მიხედვით, წერილში გენამ დედას თავისი პირადი ქონების განკარგვის ინსტრუქციები მისცა. შესაძლოა სწორედ ამას გულისხმობდა გენა თავის სოციალურ ქსელებში, როცა ამბობდა, რომ ყველაფერს ტოვებდა, რაც კი ჰქონდა. GPS კოორდინატები კალიფორნიის ქალაქ პორტრეტოში მდებარე ადგილს მიუთითებდა. გენამ ბოლო შეტყობინება რომ გაგზავნა, რამდენიმე დღეში მისი ჯიპი და საცხოვრებელი მისაბელი კოორდინატებთან ახლოს მიტოვებული იპოვეს. Potrero San Diego's ოლქში მდებარე დასახლება, სადაც 650-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს. ის მექსიკის საზღვრიდან სულ რამდენიმე მილში მდებარეობს. განას დაკარგულად მალევე მისი მეგობრები და ოჯახი აცხადებენ, რომლებმაც მასთან კონტაქტი დაკარგეს. რამდენიმე თვე გავიდა, სანამ გაუჩინარება მნიშვნელოვანი მედიის ყურადღება მიიპყრო, რადგან სამართალდამცავები ცდილობდნენ საზოგადოების ინფორმირებას ამ საქმეზე. იმ დროს შეუძლებელი იყო დადგენა, განას საკუთარი ნებით გაუჩინარდა, თუ ამ საქმეში დანაშაულებრივი ქმედება იყო ჩართული. პოლიციამ ასევე ვერ გამორიცხა, რომ მან მექსიკის საზღვარი გადაკვეთა და ინფორმაციის მიწოდების მოწოდებები ესპანურ ენაზე გავრცელდა. საწმისი მედიის ყურადღების შემდეგ ამ საქმეზე ახალი ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა განას გაუჩინარება ჯერ კიდევ ნამუსის სიაშია მითითებული. მისი აღწერილობით, მისი სიმაღლეა 5 ფუტი და 5 ინჩი, წონა კი დაახლოებით 100 ფუნტია. გაუჩინარების დროს მას ქერათმა ჰქონდა, თუმცა ხელისუფლების განცხადებით შესაძლოა პარიკი ეცვას.
მას ხელებზე და მკლავებზე რამდენიმე ტატუ აქვს. თუ იმეს აქვს ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით, შეუძლია დაუკავშირდეს სან-დიეგოს ოლქის შერიფის ოფისის ნომერზე 858 868 3200. ნომერი 2. Sally Grace Contarino დასვენების ბოლოს უახლოვდებოდა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობდა, როდესაც 2026 წლის 19 ივნისს მეგობრებს ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა. ეს იყო ბოლო შემთხვევა, როცა მის ახლობლებს მასთან კონტაქტი ჰქონდათ. Sally ავსტრალიელი ტურისტი იყო, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში წინა თვეში ჩამოვიდა. ის კალიფორნიასა და ნევადაში მოგზაურობდა და მისი გაუჩინარების დროს ლას-ვეგასში იმყოფებოდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ის ამ რეგიონში მოგზაურობდა და მისი მეგობრები მამოცილი მოგზაურის სახით ახასიათებდნენ. 26 წლის ქალი ბანგლოუს ჰასტელში იყო დაბინავებული, რომელიც ამ რაიონში მდებარეობს და ადგილობრივების თქმით საშინელი ადგილია და არ არის კარგი მარტო მოგზაური ქალებისთვის. პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში სალის არანაირი პრობლემა არ ქონია. ის კარგად ატარებდა დროს და რეგულარულად უკავშირდებოდა მეგობრებსა და ოჯახს ავსტრალიაში. 19 ივნისს მან გაგზავნა შეტყობინება. ეხლა განმარტოებულ მთაზე ავდივარ, მერე სახლში დავბრუნდები. ხვალ უკან ვფრინავ. ეს იყო ყველაზე დიდი მინიშნება, რაც სალის მეგობრებს ჰქონდათ, როცა სალი მოულოდნელად შეწყვიტა მათთან კონტაქტი. მას შემდეგ, რაც სალის გაუჩინარების შესახებ განაცხადეს, პოლიციამ შეძლო მეტი გაეგო იმაზე, რაც მოხდა მის გაუჩინარებამდე. 19 ივნისის საღამოს მან რამდენიმე საათი გაატარა ტიმბერის ბარში და გრილში. ის კარგ განწყობაზე იყო და პერსონალის არც ერთ წევრს მისგან არაფერი უცნაური არ შეუმჩნევია. ის ფეხით დაბრუნდა ჰოსტელში და იქ გაატარა ღამე. მეორე დილით სელმა დატოვა ჰოსტელი, მაგრამ სთხოვა, რომ თავისი ცანთები იქ დაეტოვებინა. ის გეგმავდა მოგვიანებით დაბრუნებას თავისი ბარბის სამოსარებად. პოლიციის დროის ხაზის მიხედვით, სელი ახლომდებარე კაფეში წავიდა საუზმისთვის, შემდეგ კი ავტობუსში ჩაჯდა, რომელიც მაუნთ ჩარლსტონისკენ მიდიოდა. პოლიცია ფიქრობს, რომ ის ავტობუსიდან ჩამოვიდა, დაუვიდა და ეროვნულ პარკში შევიდა, თუმცა ჯერჯერობით ამის დადასტურება არ არსებობს. სელი სიამოვნებით დადიოდა ლაშქრობებზე და ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ის ამ ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ამაზე და იმ ბოლო მესიჯზე დაკრნობით, რომელიც მან მეგობრებს გაუგზავნა, ლოგიკურია, რომ სწორედ აქ სურდა ლას-ვეგასში თავისი ბოლო დღეების გატარება. სელის ჰქონდა Greyhound-ის ავტობუსის ბილეთი ლოს-ანჯელესში, სადაც 21 ივნისს უნდა ასულიყო რეისზე, რომ სახლში დაბრუნებულიყო, მაგრამ ბილეთი არასდროს დასკანერებულა და როგორც ჩანს, სელი აეროპორტში არ მისულა. სელის ძებნის დაწყების შემდეგ ადგილზე მიიყვანეს მეძებარი ძაღლები, რომლებსაც მისი სუნის კვალი სპოვნა ევალებოდათ. აღმოაჩინეს კვალი, რომელიც ბაზრის ტერიტორიიდან ქალაქის კიდისკენ მიდიოდა. სადაც კვალი მთავრდება, ეს ინფორმაცია საჯაროდ არ გახმაურებულა. სელის საქმე დიდ ყურადღებას იპყრობდა ლას-ვეგასის საზოგადოებაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ტურისტის ვიდეო, რომელიც მის გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე იყო გადაღებული, ვირუსულად ვრცელდა. ადგილობრივი სოციალური მედიის ჯგუფის მიხედვით, ზოგიერთებმა დრონებით სადეს დაკარგული ქალის კვალი სპოვნა. თები, სადაც მიიჩნევა, რომ სელი იმყოფებოდა, შეიძლება საშიში იყოს, თუნდაც გამოცდილ მოლაშქრეებისთვის. შესაძლებელია, რომ ის დაიკარგა, ან ფეხი დაუწდა და დაეცა რთულ რელიეფზე და ახლა ელოდება, რომ იპოვონ. სელი აღწერილია, როგორც 5 ფუტი 5 ინჩის სიმაღლის და 130 ფუნტი წონის. მას აქვს ყავისფერი თმა და ყავისფერი თვალები. ბოლოს კი ნახეს ნაცრისფერი ან ლურჯი სვიტშოტით, ჯინსის შორტებით, შავ-თეთრი ფეხსაცმლით და ჩანთით. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს ინფორმაცია, შეუძლია დაუკავშირდეს ლას-ვეგასის პოლიციის დეპარტამენტს დაკარგულთა განყოფილებაში მის სამართზე missingpersons@lvmpd.com. ნომერი 1. Irene Gagwa გაუჩინარდა საეჭვო გარემოებებში 2022 წლის თებერვალში. 4 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ მისი ოჯახი და მეგობრები ჯერ კიდევ ეძებენ პასუხებს, რა დაემართა მას. დაახლოებით 3 წლით ადრე, სანამ აირინ გაუჩინარდებოდა, ის კენიიდან აშეთესში გაემგზავრა, რათა კარიერა გაემჯობესებინა. მისი ორი უფროსი ძმა უკვე გადასული იყო იქ და აირინს ჰქონდა გეგმები, რომ ექთნობა ესწავლა. თავდაპირველად ის თავის ძმებთან ახლოს ცხოვრობდა ბოიზიში, აიდაჰოში, მაგრამ 2021 წლის ზაფხულში გადაწყვიტა უფრო შორს გადასვლა. რაც შეეხება მის ოჯახს, მათთვის ცნობილი იყო, რომ აირინი არიზონაში გადადიოდა, რათა უფრო თბილ ადგილას ეცხოვრა. ის მუდმივად უკავშირდებოდა ოჯახს აიდაჰოში და კენიაში, ყოველდღე ურეკავდა მშობლებს. ბოლო ვიდეოზე არის აირინსა და მის ოჯახს შორის შედგა 2022 წლის 24 თებერვალს. ის ესაუბრა მამას, რომელმაც იფიქრა, რომ ის დაღლილი და უფრო ჩუმი ჩანდა. მისმა მამამ უთხრა, რომ ცხელი რძე დაელია და დაესვენა. როცა ზარი დასრულდა, მამას ეგონა, რომ მალე ისევ დაუკავშირდებოდა. ერთადერთი სხვა კომუნიკაცია, რაც მისმა ოჯახმა ირინეს ტელეფონიდან მიიღო, ტექსტური შეტყობინებების სახით იყო. ირინემ უარი თქვა ხმოვან ან ვიდეო ზარებზე და აუხსნა, რომ ტელეფონი წყალში ჩაუვარდა და ახლა მიკროფონი აღარ მუშაობდა. ბოლო ტექსტური შეტყობინება, რომელიც მამამ მისგან მიიღო, იყო მარტის მე-9-ს. მან თქვა, რომ ახალ ნომერს ირებდა და იმ ნომრიდან მიწერდა, მაგრამ ის შეტყობინება აღარ მოსულა. როცა ირინე უცებ გაჩუნდა, მისმა ოჯახმა იგი დაკარგულად გამოაცხადა. ხოლოდ მაშინ აღმოაჩინეს, რომ ის არ იყო არიზონაში.
მის გაუჩინარების დროს ის გილადში, ვაიომინგში, თავის მეგობარ ბიჭთან ერთად ცხოვრობდა. ის ნეითან ჰაიტმენს კრეგსლისტზე გაიცნო აიდაჰოდან წასვლამდე. ირენის მემმა ნეითანი გაიცნეს, მაგრამ მოგვირგვინებით თქვეს, რომ მასზე ცუდი წინადგზდობა ჰქონდათ. ისინი ფიქრობდნენ, რომ წყვილი შემდეგ დაშორდა და არ იცოდნენ, რომ ის მასთან ერთად ცხოვრობდა. ჰაითმანის თქმით, ირენე 4 მარტის საღამოს სახლში დაბრუნდა და უთხრა, რომ წასვლა უნდოდა. მან თავისი ნივთები 2 პლასმასის პარკში ჩაალაგა და მუქი ფერის SUV-ით წავიდა. გაურკვეველი მიზეზით მან ნიშნულოვანი დოკუმენტები, მაგალითად პასპორტი, სახლში დატოვა. პოლიციამ მალე აღმოაჩინა, რომ ჰეიტმანი ირინეს საბანკო ანგარიშსა და საკრედიტო ბარათს იყენებდა და მის ანგარიშებიდან $1000 იპარავდა. მან განაცხადა, რომ ფული იმიტომ აიღო, რომ ირინეს ფული რომ გათავდებოდა, მასთან საუბარი დაეძალებინა. ირინეს სიფრული კვალის უფრო დეტალურად შესწავლისას, პოლიციამ აღმოაჩინა, რომ ირინეს ელფოსტის ანგარიში იმავე IP მისამართიდან იყო წაშლილი, რაც ჰეიტმანს ეკუთვნოდა. მისი ტელეფონი სულ რამდენიმე მეტრში იყო გამოყენებული ჰეიტმანის სახლთან, იმ დღეებში, როცა თითქოს ირინე უკვე წასული იყო. მიუხედავად მათი ეჭვებისა, ჰეიტმანისთვის ირინეს გაუჩინარებასთან დაკავშირებულ რომელიმე დანაშაულზე ბრალის საყენება შეუძლებელი იყო. თუმცა ჰეიტმანს ფინანსურ დანაშაულებზე ბრალი წაუყენეს და 3-დან 6 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. პოლიცია ეძღვებს, რომ ირინე შესაძლოა წაიყვანეს სოფლის რაიონში ვერცხლისფერ ან ნაცრისფერ Subaru Crosstrek-ში და სთხოვს ყველას, ვინც შეიძლება ამ მანქანას კევდო საკუთრებაზე უნებართოდ შესულს გადააწყდა, დამოჩნდნენ. ისინი ასევე ეძებენ ინფორმაციას 55 გალონიან დასაწვავ კასრზე, რომელიც ჰეიტმანის მოტანილად მიიჩნევა. ირინე აღწერილია, როგორც 5 ფუტი 1 ინჩი სიმაღლის და 89 ფუნტი წონის მისი გაუჩინარების დროს. მას ჰქონდა შავი თმა და ყავისფერი თვალები. თუ ვინმე აქვს ინფორმაცია, შეუძლია დაუკავშირდეს გილეთის პოლიციის დეპარტამენტს ნომერზე 3-07-2-5-155 ან ვაიომინგის კრიმინალური გამოძიების დეპარტამენტს ნომერზე 3-07-777-181. დიდი მადლობა ყურებისთვის. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დააჭერეთ მოწონების ღილაკს. ასევე არ დაგავიცლეთ გამოიწეროთ არხი და დააჭიროთ ჩატყობინების ზარს, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი მომავალი ვიდეოები. მე ვარ Top 5 Unknowns და შემდეგ ვიდეოში ისევ შეგხვდებით.